საშინება მოხდა რა. გადადი რა. აი გეხვეწები რა იქით გადადი და გულო გადმო. ის არის 3 წელი პატარა ყავდა შიგნით. 3 წელი პატარა. თქო აი რატო ნახები ისინი რაღაცა ჩვენ. გადით რო გაგვეჩერებინა თუმცა გულოს სიცოცხლეზე ვთხილობდი. როგორ დაიწყო ყველაფერი? დღე მეორე. იყო მსიანი და ლამაზი დილა. რა დროსაც ჩვენ მზადდებოდით შოლისის გასავლელად. ეს ჩვენი ტრაილერია. ყველანაირად მზად ვართ და დავეძარით კიდევაც. ეს გოგა რა დროსაც უხებს კარს ტვირთის შესამოსვლად და წავედით. გზა ცოტა დავისვენეთ, ბევრიც ვილაპარაკეთ, ვიმხიარულეთ და გავუყევით გზას, შორისას. აუ, ნეტა მოგცემდნენ ეხა ცივ კოკაკოლას. 1-2 წელი კოკაკოლა გამოაყოლეთ რომ არ მოუტან, არ დავტოვან თვით. შეიძლება რომ მავნია ჯანმრთელობის ისე და. ახლა. და საყოველად გამოიყურება. სავარაუდოდ რომელიღაცა ერთ-ერთ კარს მოგცემენ და ჩამოვტვირთავთ აქ. გამოვიდით კოკაკოლას კარხანაში და მოვიტანეთ ქილები, ცარიელი ქილები, თურმე ესე მოდის, ცარიელი ქილები მოდის და შემდგომ ასხამენ აქ. ესე იგი წამოვიღეთ არიზონიდან და მოვიტანეთ აიდაჰოში. კოკაკოლის ქარხანაში. ძალიან მეზეზღება წვერები. წვერები არის ხშირად და ხშირად ყოველდღე ვერ ხერხდება ამის გაპარსვა ამ სამსახურში. არადაც ძალიან მეზეზღება წვერები. მოვედით და არავინ არ გვიღებს კარს. ჩემი ტრეილერი მოვაყენე ესე უხეშად. მაღალი ხმა აქვს ამას სიგნალი და სიგნალს ვაძლევ. თუმცა არავინ არ გვიღებს კარს. так. მე კიდევ კოკაკოლა მინდოდა. რომ გავაღვიძოთ ეს ხალხი, ეხლა ისე უნდა დავასიგნალო. აბა, მოდი ეს გამოვთოთ ხმა აქვს ამას. რაო, იქნებ გავაღვიძოთ ამით მაინც. გამოდით ხალხო, მოგვაქვს კოკაკოლა თქვენთვის. ერთ სალს გადავკრავ კიდევ. ესე ჯანსაღა თუ იქნება ხალხი იყოს, უკან წავიღებ ამ ბერდს. აი ჯობია. უგეთოთ. გულოჩკა ზის კიბეზე. ამოიხედ ერთი გეხვეწე. მიდი აბა მოგვიყევი ხა ამ სიურპრიზზე. მიდი ხა. ესე იგი ნიკამ დაიძინა 3-ზე შუაღამისას და მე გავეღვიძე 5-ზე რომ დროულად მოგვეტანა ტვირთი, მაგრამ აღმოჩნდა რომ დაკეტილი. ცოტა ხმავალა? შეიძლება არის მთლიანად დაკეტილი დღესაც და ხვალას. საღამოს კიდე ტვირთი. დღეს არის შაბათი. ასაღები 800 მილის იქით. და დილაუთენია, მოვიტანეთ, ესე კოკაკოლას მოვუტანეთ, კოკაკოლა არ მუშაობს, არავინ არ მუშაობს, ის კაცი გამოვიდა ძლივს და დღეს არავინ არ იქნება, ხვალ არავინ არ იქნება კვირა და ზეგ კიდევ რაღაც დღესასწაულია, ზეგაც არ მუშაობენ. ეს წელიწადში სულ რამოდენიმე 3 თუ 4 დღესასწაულია და ერთ-ერთი ეხლა დაგვემთხა. ჩათვალეთ რომ 3 დღე მთლიანობაში ვერაფერს ვერ ავიღებთ, ესე რომ ვთქვათ. ეხლა უნდა წავიდეს დისპეჩერთან ჩხუბი და ესე შემდეგ. ვიწყებთ ამას დღეს. ეხლა ჩვენ მოვიდით ძალიან მაგარ ადგილას, რომელსაც ქვიან გველების მდინარე. მოახერხეთ რომ გაგვეჩერებინა ეს და სიმართლე გითხრათ, მაინც არ შეიძლებოდა გაჩერებოდნენ თქვენთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ამიტომ დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. 3 სილამაზე ერთად არის გაერთიანებული ეს მდინარე, ასევე კანიონი და ჩანჩქერი. აუფრინდეთ და ვნახოთ ერთად ეს სილამაზე ერთად.
საშინება მოხდა რა. ესე იგი მაგადა ეჯახა ირემს და ყველაფერმა გაასხა რა ირემში გამოყარა ყველაფერი რა. და აგერ ეს ამან კარგად არის თვითონ ადამიანი კარგად გზნობს თავს ეს ხალხი კარგად გზნობს თავს გულო კაი არიტი რო გთხოვ რა გადადი რა აი გეხვეწები რა იქით გადადი და რაღაცას ვიზამთ ეხა პოლიცია მო გთხოვ კაი ხვეწები ეს ხალხი კარგად არის გეხვეწები ერთად მე გადავალ მოდი რა გადმოდი მე ხა მოდი რა გადმოდი ხო გულო გადმოდი რა აქ შეიძლება ვინმე შემოვარდეს მოდიოდი ჩვენ ეს საშინება ჩვენ ვნახეთ რაღაც საშინება ვნახეთ და ყველა საშინება ის არის რომ 3 წელი პატარა ყავდა შიგნით 3 წელი პატარა მუცელი გამოყარა ყველაფერი გამოყარა ისა წყალი აგერ ყრია ის და 3 პატარა ყავდა შიგნით 3 ჩემი პატარები რა მე ვთქვი მანქანა არ გაწყოს შუა გზაზე იყო მოფრინავდა იქიდან ცოცხალია ეს არ ვიცი ეს ავარად მოკვდა ესენი მოკვდა ეს ჯერ სულს ღაფობს რა პოლიციაც მომიდა რა ეს ცოცხალია ესე ცოცხალი იყო I think it's gone. But this one is very well alive. საცანო მამათმა გადაუარეს მამამდე არა ისე მირბოდნენ არა უჩასდნენ რომ მირბოდნენ Is that right? I can't tell. I have wildlife coming. Okay. Yeah, wildlife's coming. Midi patana midi da. იცოცხლე ვინმე მოვიდოდეს იქ გადაარჩინო და Oh, so she didn't hit you guys. We see everything. You seen it all? Yeah. პოლიცია ხო მოვიდა. ამა დასახმარებლად მოვიდა იმ ხალხთან არც კი მისულან. იქ დგას ის ხალი იკრიჭებოდა ის დებილი ხალი რა. რატო ნახეთ ის რაღაცა ჩვენ არ შემიძლია ეს პატარები რა უნდა როგორ გამოცვიდნენ ოდათ აუნსილე გამოცვიდნენ დავარდნენ შუა გზაზე Yeah, just this car. Yeah. Nobody tried to slow down. ესენიც 5 წუთის წინ იყვნენ ცოცხლები 5 წუთის წინ იყვნენ ცოცხლები ორივე მოკვდა უბრალოდ არ ვიცით რამდენი თვის არის სავარაუდოდ მალე უნდა ეშვა მაგ დედას და 3 მოყარა მუცლიდან რა ჩვენ ვნახეთ თვალით როგორ გამოყარა 3 მუცლიდან ყველა საშინება ის არის ეს რა ნახეთი ჩაღარ ულიგმერევა ისე ცუდა დავა ცოცხლები ეყარნენ გზაზე სანამ ტელეფონი ავიღე მანამდე მოდიოდნენ აქ მოდიოდნენ ძალიან სწრაფად ხალხი დავიჭირე გულოს უჭირავს აქ ჩვენ გვაქვს მანქანაში რაღაც ნიშანი სტოპ ნიშანი მანახ აი ეს სტოპ ნიშანი გვაქვს მეორე მხარეს სლოუ აწერია
და ვეცადეთ რომ გაგვეჩერებინა, თუმცა გულოს სიცოცხლეზე ვფრთხილობდი, იმიტომ აქ ძალიან ჩქარა მოძრაობენ, სამ პოლიციას ნახავენ ტრაილერები თუ პატარა მანქანები და გულოს სიცოცხლეზე ნერვიული, ამიტომ ამის აქეთ გადმოვიყვანე ძალით, როგორც თქვენს ნახეთ და პატარებს ეგრევე მივარდი. არა, ის ირმები წავიდნენ მე. არა, ისინი ცდილობდნენ რომ აქ რო გადმოვხდარი ხო? მიდიოდნენ რომ მოდიო ამათო გადაჩაუხდე. აქეთ მორბოდნენ ხო? ცდილობდნენ გადმორბენას და რომ დაუსიგნალ წავიდნენ. და აქეთ უნდათ გადმოსვლა. გადმოვიყვანეთ სამივე ირემი, პატარა სამივე ცოცხლები იყვნენ. სამივე სუნთქავდნენ, აი ამ ხელებით გადმოვიყვანეთ, ძალიან ზმურტლიანები იყვნენ, მაგრამ მაგას რას დავეძებდი, ეგრევე გადმოვიყვანეთ გვერდზე, მაგრამ ალბათ უადგილო ადგილას აქვს მოწყეტილი ის რაღაცებს. უბრალოდ პატარა რა შეშია ჯერ განუვითარებელები არიან და უბრალოდ რა საშინო ვნახე, ესეთი საშინო უბრალოდ არ მინახია რა. კაი, უკვე წარმოგიდგენიათ იმ დიდი ირემი როგორ შემეცოდა, როცა მოკვდა და უკვე მაგაზე არ მქონდა უკვე არ არის რეაქცია ამ პატარების სიცოცხლეში შენაჩული, უკვე უბრალოდ ეს პატარებიც ვერ გადარჩა. ამ ქალს კიდევ ვაფშე არ ადარდებს რომ უყურებ, მაგარი აი დეგენერატ კაქალია რა, იცინო და იღიმო და ალბათ იმაზე ფიქრობს. Yes. Is that your truck? Yes. We need to get you going, so Okay. we're blocking this lane. Everybody's required to yield. Okay. So, უკვე დავტოვოთ უნდა ჩვენ ეს ტერიტორია პოლიციამ მოთხოვა და ეს ქალი კიდევ გამოშტერებულია რა. უსინდისო ქალია, მაგარი რა. აი ესე აქვს ესე გახსნილი აირბაგი. ავას ეხა თავის დარდები აქვს ამ მანქანას გამოცვლის და აი ესეთ სისულელეზე ფიქრობენ აქ. რა თქმა უნდა, დახმარების ხელის გაწვდნაც საპრობლემო აქვს, შეიძლება შენ დაგბრალდეს ყველაფერი. ამიტომ მე უბრალოდ მკითხე როგორ ახარ მეთქი და აი გადმოვალ. არ გადვარო. ფრთხილად გადავიდე ჩვენც. დასაგები. So, გადმოვედი. So. Thank you. ჩვენ აქ დავაყენეთ მანქანა. უფრო სწორედ ჯერ მაგ-ქალის დახმარება გვინდოდა. რა თქმა უნდა, მაგ-ქალის ადამიანია, ცხოველზე წინ ადამიანი ვიყენია, მაგრამ ეს არის უსინდისო ქალი და ეს იღიმოდა ამ რო ნახა ჰაერში აგდო ირემი და ხიმილიც ჩვენ კიდევ გული გაგვისკდა აქ და პატარები 4 სიცოცხლე ერთი დარტყმით შეიწირა და იკრიჭებოდა. უსინდისო ქალი. პოლიციელებმა მიიტანეს გულამდე, პოლიციელი რომელიც თვალს არ დაახამხამებს და მოკლავს ხო, თუ საჭირო ადამიანს, ესეთმა ადამიანებმა მიიტანეს გულთან ახლოს და ეს კიდევ იკრიჭება ეს უსინდისო ქალი. არ ვიცი, არ დამოვიწყდება არაზუსტ ეს დღე. და იმის ძალა რომ ამათ დავხმარებოდი, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ეს დაიჭირე ესე გეჭიროს, ხელს დავებანე ხა. დედის ის არის რა. წეგოვანი. დაბაჭი პატარა ვერ გიჩვენე. ლაი ყურგეც ღოსაჭმის შოლად ბიზიო და რო გამოეკვება. რატო იცელქა და პირველი რატო გაიქცა? არ ვიცი როგორ უნდა გავატარო ეხლა მაგს ამ საღამოს მაქსაცია რომ ბაკანკალე არ ვიცი არ გაატარო რა ცუდია იქითაც გაჩერდა არა ჩვენ ხო კი უნდა წავიდეთ სხვა გზა არ არის კიდე მორბის სად აგერა ნახეთ რამდენი არის დაუსიგნალები იგულო მაგრამ მე ნახე უკან მანქანა არ მოდის აი ნახეთ რამდენი არიან ამასაც ვინმე შეიწირავს ეხლა რა საყორო და მოხდის დიკა ეს გადაგიხდება წადი ირემო წადი გავევი გადახდა ხო всё წავიდა მოკლედ იქნებ ამის სიცოცხლე მაინც ვიხსენით გულო ამ ერთი ირემის ერთის კი არა ბევრის ვიხსენით კაცო მანამდე იქ სხვებიც მოხდოდნენ კიდე გაირბირა ეხა იქით აქ რა ხდება ეხლა ღმერთო დროზე წავიდა ყველაზე მეტად იმიტომ დამწყდა გული მეც მომიკვლია როგორც ასეთი მეც დავარტყი ირემს და მოკდა საწყალი მოკდა მაგასაც ერთი
პანაშვიდი მომიწია მაგაზეც. პანაშვიდის გამოვლა იმდენი ვიტირეთ. უბრალოდ ეს საშინელება იყო. ესეთი არ ვიცი, არავის შეიძლება არც აქვს ნახი და არც არავის ენახოს. ეს არის საშინელება. სამი პატარა. დედას ვინდა ეძება. სამი პატარა სიცოცხლე ერთ წამში. ეს არის ერთი დიდი მინუსი კიდევ ამ სამუშაოს რა. ეს არის ყველაზე დიდი მინუსი მithundes ადამიანთან რომ მოგივა ეგეთი რაღაცა ჩათვალეთ რომ თუნდაც შენ ფიზიკურად არაფერი მოგივიდი უბრალოდ ემოციურად მთელი ცხოვრება განადგურებული იქნები. ეხლა ესე წვერები არც ვაპირებდი ამ ვიდეოს ჩაწერას უბრალოდ ზუსტად ეხლა მივიდოდით იმაზე პაილოტზე რომ მებანავა მოგვეცეცებინა თავი თუმცა ეს საშინელება თქვენც ნახეთ და ვიცი რომ გულთან ახლოს მიიტანთ ბევრი და ჭკვიანად იქნება ვინც ამ სამუშაოზე მუშაობს უფრო მეტი ყურადღება მანქანებზეც ნიკო პატარა მანქანებზე უფრო სახიფათოა სავალდებულოა რომ უფრო მეტი ყურადღებიანი ვიყოთ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ გზაზე მოძრაობას და ფრთხილად ვიყოთ წარმატებები ყველას ვინც ამ საქმეზე მუშაობს თუ თუნდაც პატარა მანქანით ამ კალიბით დადის ყოველთვის ყურადღებიანი დავიყოთ. ეს ხალი გადარჩა, მოკლედ რომ თქვა, ეს ხალი გადარჩა, იმიტომ რომ ხო, ორი აერბაგი გაიხსნა, ძალიან დაახტიან ეს ირმები და ისე მოხდა რომ ზუსტად იმ წამს ახტომა უნდა დაამირემს და როცა ფეხზე რომ დაახტა, იმ დროს დაეჯახა ეს ხალი, თორემ რომ ამ ხდარიყო, შეიძლება შიგნით შესულიყო მაგის სალონში და შეიძლება ამ ხალის სიცოცხლეს დამთავრებულიყო უბედურად. ამიტომ ყველა ფრთხილად იყავით, ყველას წარმატებები. ალბათ ეს დღე ყველა საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. არასდროს დამოვეცდა ის პატარები.